ნატო სამიტმა მეგობრულ და კოლეგიალურ გარემოში ჩაიარა. ირანისა და ისრაელის მძიმე ორი კვირა. მსოფლიო დუხს ჩინეთი კი ახალ ეკონომიკურ სივრცეებს იმპრობს. როგორ გაიყო რუსეთმა და ირანმა აზერბაიჯანი. თურქმენჩაის ისტორიული ზავი. ჩვენს ისტორიული მოვლენების რუბრიკაში მოგიყვებით სულ რამდენიმე წამში. მე ნუგზარ რუხაძე ვარ. გამარჯობა. ჰააგაში ნატოს ორდღიანი სამიტი ჩატარდა, რომელიც ბუნებრივია მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა. მით უმეტეს, რომ ეს ნატოს წევრების პირველი შეხვედრა იყო დონალდ ტრამპის მეორედ გაპრეზიდენტების შემდეგ. ყველა მონაწილეს აინტერესებდა, როგორ მოიქცეოდა ტრამპი. იქნებოდა კორექტული და თავშეკავებული, თუ ისევ შეუტევდა ევროპას. არცაა გასაკვირი, რადგან ტრამპის კრიტიკული განწყობა ევროპის მიმართ საყოველთაოდ ცნობილია. აღმოჩნდა, რომ სხვა შეხვედრებთან შედარებით ტრამპი ნაკლებად კრიტიკული, უფრო კონსტრუქციული იყო. ევროპის მასმედიის თქმით, ტრამპზე დიდი გავლენა ისრაელ-ირანის კონფლიქტმა იქონია. მან ყველას დასამშვიდებლად მხარი დაუჭირა ნატოს წესდების მეხუთე მუხლს კოლექტიური თავდაცვის შესახებ და აღნიშნა, რომ ამერიკა მზად არის ალიანსის წევრი სახელმწიფოების დასაცავად. მხარს ვუჭერ მეხუთე მუხლს. ამიტომ ვარ აქ. მხარს რომ არ ვუჭერდე, აქ არ ვიქნებოდი, განაცხადა ტრამპმა. სამიტზე ტრამპი ზელენსკის შეხვდა. შეხვედრა 50 წუთს გაგრძელდა, რომლის შემდეგ პრეზიდენტებმა დადებითი კომენტარები გააკეთეს. სამიტზე გადაწყდა, რომ ევროპა და კანადა უკრაინას 40 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარებას გამოუყოფს. ასევე გადაწყდა, რომ ნატოს წევრი ყველა ქვეყანა ეცდება მომავალი წლების განმავლობაში სწრაფად გაზარდოს სამხედრო ბიუჯეტი და თავდაცვაზე შიდა ბრუნვის 5% დახარჯოს. წინათ ამის წინააღმდეგი ესპანეთის ლიდერი სანჩესი იყო, რის გამოც ტრამპის კრიტიკა დაიმსახურა. ახლა როგორც ჩანს, სანჩესი დაითანხმეს, რადგან საერთო დეკლარაცია, სადაც თავდაცვაზე 5%-ია გაწერილი, ნატოს ყველა წევრმა მოაწერა ხელი. ასევე სამიტზე გადაწყდა, რომ ნატოს წევრი ქვეყნები თავდაცვით მრეწველობას გააძლიერებენ და კოორდინაციის პროცესს დახვეწენ. თუმცა მსოფლიოს მასმედიის წარმომადგენლები ტრამპს არა ნატოზე, არამედ ახლო აღმოსავლეთზე უსვამდნენ კითხვებს. სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოსა და თავდაცვის მდივნის პიტ ჰექსეთის თანდასწრებით ტრამპმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ირანის ბირთვულ ობიექტებზე შეტევა ძალიან წარმატებული იყო. ამ მოსაზრების დასამტკიცებლად ტრამპმა ისრაელის სახელმწიფო ბირთვული მარეგულირებელი ორგანოს წერილი წაიკითხა, რომელშიც ნათქვამია, რომ ფორდოს ბირთვული ობიექტი მთლიანად გამოვიდა წყობიდან. მოკლედ, ნატოს სამიტმა მეგობრულ და კოლეგიალურ ატმოსფეროში ჩაიარა. ტრამპმა ამჯერად ევროპასთან საუბრის რბილი ტონი აირჩია. განაცხადა რა, რომ ნატოს მიმართ მისი პოზიცია შეიცვალა მას შემდეგ, რაც დაინახა, თუ როგორ უყვართ მის ლიდერებს თავიანთი ქვეყნები და დასძინა, რომ ნატოს საეჭვო ორგანიზაციად აღარ მიიჩნევს. ახლო აღმოსავლეთში ირანსა და ისრაელს შორის ორკვირიანი შეიარაღებული დაპირისპირება თითქოს დამთავრდა. ყოველ შემთხვევაში, ასე თქვა ამერიკის პრეზიდენტმა, მაგრამ ამ კონფლიქტის ასე ჩქარა დასრულება ძნელი დასაჯერებელია. ნებისმიერ დროს შეიძლება ისევ გაჩნდეს ცეცხლი. შევაჯამოთ მოვლენები. 22 ივნის ღამით ამერიკის შეიარაღებულმა ძალებმა ირანის სამივე ბირთვული ობიექტი დაბომბა, ანუ სპარსულ ებრაული კონფლიქტის მხარედ იქცა. მანამდე დონალდ ტრამპი თავს იკავებდა პირდაპირ ჩარევისგან და მხარეებს დაფიქრების დროს აძლევდა, მაგრამ ტრამპის ნეიტრალური განცხადებიდან მეორე დღეს ამერიკის სტრატეგიულმა ავიაციამ იერიში განახორციელა. ექსპერტების აზრით ტრამპმა ხერხი იხმარა და ირანის
მეთაურობის ყურადღება მოადუნა. ამერიკელმა სამხედრო მეთაურებმაც ხრიქს მიმართეს. ირანის ბირთვული ობიექტების დასაბომბად ამერიკის შეიარაღებულმა ძალებმა სტრატეგიული დანიშნულების უძვირესი და ტექნიკურად ულტრა თანამედროვე B2 Spirit ბომბდაშენი გამოიყენა, რომლებსაც აფრენის წერტილიდან 9600 კილომეტრის მანძილზე შეუძლიათ მოქმედება. გარდა ამისა, ისინი სტელსის ტექნოლოგიითაა აგებული, ანუ რადარებისთვის ძნელი აღმოსაჩენია. მათი მთავარი ბაზა ამერიკის შტატი მიზურია, მაგრამ ხშირად ინდოეთის ოკეანის კუნძულ დიეგო გარსიაზე, ამერიკის სამხედრო ბაზაზეა განლაგებული. ირანის შეიარაღებული ძალების ყურადღების მოსადუნებლად ამერიკის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ თვითმფრინავები დიეგო გარსიაზე გადაჰყავთ და 2 კვირის შემდეგ ან შეტევას მიიტანენ ირანზე, ან იქ დარჩებიან. სინამდვილეში თვითმფრინავები დიეგო გარსიაზე კი არ მიფრინავდნენ, პირდაპირ ირანისკენ ჰქონდათ გეზი აღებული. მოკლედ, მათი 3 ცნობილი ბირთვული ობიექტი, ნათანზი, ფორდო და ისფაჰანი დაბომბეს. ნათანზიზე და ფორდოზე ბუნკერ-საწინააღმდეგო ბომბები ჩამოყარეს. ტრამპმა განაცხადა, ირანის ბირთვული პროგრამა განადგურებულიაო. მეორე დღეს ირანმა კატარში ამერიკის სამხედრო ბაზა დაბომბა, თუმცა დიდი ზიანის გარეშე. ამ მოვლენების შემდეგ ტრამპმა აღნიშნა, რომ ირანთან და ისრაელთან სამხედრო მოქმედების შეჩერების შესახებ შეთანხმება მიღწეულია. ახლა ტრამპ სურს დასუსტებული ირანი მოლაპარაკების მაგიდასთან მიიყვანოს, მაგრამ ამ მოვლენებმა ირანის ბირთვული პროგრამისა და ახლო აღმოსავლეთის სამომავლო მდგომარეობაზე არაერთი კითხვა გააჩინა, რომელიც ჯერ კიდევ პასუხგაუცემელი რჩება. მთავარი კითხვაა, შეძლო თუ ვერა ამერიკამ ირანის ბირთვული პროგრამის განადგურება. ირანის მთავრობას თუ ვკითხავთ, არაფერი არ განადგურებულა, რადგან ობიექტები დაბომბვამდე დაიცალა. თვითონ ამერიკის სამხედრო ექსპერტები ამ კითხვაზე ზუსტ პასუხს ვერ იძლევიან, თუმცა ითქვა, რომ ფორდოში ბირთვული ობიექტი ძალიან ღრმადაა მიწის ქვეშ განლაგებული და ბუნკერ-საწინააღმდეგო ბომბები სავარაუდოდ მთლიანად ვერ გაანადგურებდა. ერთი რამ კი ცხადია, რომ ისრაელმა ირანს დიდი ზიანი მიაყენა. პირველ რიგში მოკლეს ბირთვულ პროგრამაზე მომუშავე გენერლები და ფიზიკოსები. ისრაელის ავიაციამ ფაქტობრივად გაანადგურა ირანის ავიაცია, საჰაერო და ანტისარაკეტო თავდაცვა. მიუხედავად მიყენებული ზიანისა, ირანს მაინც შეუძლია ისრაელზე და ახლო აღმოსავლეთში ამერიკის სამხედრო ბაზებზე სარაკეტო იერიშის მიტანა. ირანს ასევე აქვს დასავლეთზე ზეწოლის საშუალება. მას შეუძლია ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვა. სრუტე გლობალური ვაჭრობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ობიექტია, რომელიც მსოფლიო ნავთობის დაახლოებით 20%-ს ატარებს. სრუტის ჩაკეტვით ირანი დიდ ზიანს მიაყენებს მთელ მსოფლიოს და კერძოდ დასავლეთს. მოკლედ, ორივე მხარესაა დარჩენილი სამოქმედო ბერკეტები და ირანის ბირთვული პროგრამის საკითხიც ისევ დღის წესრიგშია. აქ წინასწარმეტყველება უადგილოა. ახლო აღმოსავლეთი ურთულესი რეგიონია, სადაც მოვლენები ელვისებური სისწრაფით ვითარდება ხოლმე და მშვიდობა ყოველთვის ბეწვზე კიდია. დღე ისე არ გავა, რომ მსოფლიოს რომელიღაც წერტილში მცირე თუ გლობალური კონფლიქტი არ აალდეს, რასაც 100,000-ობით სიცოცხლე ეწირება, იშლება ურთიერთობა ერებს შორის, ინგრევა ქალაქები, ძვირადღირებული ინფრასტრუქტურა, ნადგურდება სავაჭრო გზები, გამოუსწორებელი ზიანი ადგება გარემოს და ასე შემდეგ. ამ ფონზე ჩინეთი ახალ ეკონომიკურ ხიდებს აგებს და მისთვის მომგებიან სავაჭრო და პარტნიორულ ურთიერთობებს ქმნობს. ამჯერად ჩინეთი აფრიკით დაინტერესდა. ცნობილია, რომ აფრიკა წიაღისეულით მდიდარი კონტინენტია და მასზე გავლენის მოსაპოვებლად ამერიკა და საბჭოთა კავშირი ჯერ კიდევ ცივი ომის დროს ერთმანეთს ეჯიბრებოდა.
იყო დრო, როცა ყურადღება აფრიკის მიმართ რამდენადმე მოდუნდა, მაგრამ ახლა 21 საუკუნის დასაწყისში ინტერესი აფრიკის მიმართ ისევ გაიზარდა. გამოჩნდნენ ახალი მოთამაშეები: ჩინეთი, საუდის არაბეთი, თურქეთი, თუმცა დაძაბულობამ ახლო აღმოსავლეთში და ტრამპის ახალმა სავაჭრო ტარიფებმა ტემპი ისევ შეანელა. ჩინეთმა იგრძნო კონკურენციის შესუსტების ტენდენცია და კიდევ უფრო გააქტიურდა კონტინენტზე. ამასწინად ჩინეთის ქალაქ ჩანშაში ჩინეთსა და აფრიკის 53 ქვეყანას შორის მინისტერიალი ჩატარდა, რომელიც ჩინურ-აფრიკული თანამშრომლობის ფორუმის Forum on China-Africa Cooperation ეგიდით მოეწყო. ფორუმი 2000 წელს დაარსდა. მისი გავლენა ყოველწლიურად იზრდება. 2018 წელს ფორუმმა ჩინური ინიციატივა ერთი გზა, ერთი სარტყელი მიიღო. ფორუმის ფორმატში ყოველწლიურად ტარდება მინისტერიალი და 3 წელიწადში ერთხელ ფორუმის წევრი ქვეყნების ლიდერთა სამიტი. წელს მინისტერიალთან ერთად ჩანშაში ჩინურ-აფრიკული ეკონომიკური და სავაჭრო გამოფენა გაიმართა. მინისტერიალს ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი დაესწრო, რომელმაც განაცხადა, რომ ჩინეთი აფრიკასთან სავაჭროდ ყველა ბარიერს ხსნის და ტარიფებს ანულებს. სი ძინპინის გადაწყვეტილებას აფრიკის ქვეყნები აღტაცებით შეხვდნენ. ყველამ აღნიშნა, რომ ჩინეთი სწორად და სამართლიანად უდგება სხვა ქვეყნებს. მაშინ, როდესაც ამერიკა ყველას ახალ გაზრდილ ტარიფებს უწესებს, ჩინეთი პირიქით ბარიერებს შლის. ამ გადაწყვეტილებით ჩინეთმა მსოფლიოს აცნობა, რომ ახალი თავისუფალი ბაზრების კომაგია და ეკონომიკური ურთიერთობა ამერიკასთან კი არა, ჩემთან გააძლიერეთო. აფრიკის ქვეყნების ყველა წარმომადგენელმა აღიარა, რომ ნულოვანი ტარიფი ხელს შეუწყობს აფრიკის ქვეყნების ეკონომიკურ გაძლიერებას. მათი აზრით, ინიციატივა უპრეცედენტოა მასშტაბითაც და მნიშვნელობითაც, რომელიც აფრიკის ქვეყნებს საშუალებას აძლევს თავისუფლად განახორციელოს ექსპორტი მსოფლიოს მეორე ეკონომიკაში. ეს კი უზარმაზარ პოტენციალს ქმნის ადგილობრივი ინდუსტრიის, სოფლის მეურნეობისა და წარმოების განვითარებისთვის. მინისტერიალზე სხვა ხელშეკრულებების გაფორმდა. შეხვედრის ბოლოს ხელი მოეწერა ჩანშას საერთო დეკლარაციას, რომელშიც აღინიშნა, რომ აფრიკა, როგორც გლობალური სამხრეთის წევრი, ყოველდღიურად უდიდეს მნიშვნელობას იძენს. დასავლეთი აფრიკას განიხილავდა როგორც თავის ძველ კოლონიას. ჩინეთმა კი აფრიკის ქვეყნებს თანასწორი პარტნიორობა შესთავაზა, რაც აფრიკისთვის გადამწყვეტია. შეხვედრაზე ჩინეთმა დაადასტურა, რომ აფრიკის ეკონომიკის გაჯანსაღებას შეუწყობს ხელს. ჩინეთის მიდგომა სუვერენიტეტის პატივისცემას, ცივილიზაციებს შორის დიალოგსა და იმ პრინციპის დამკვიდრებას უწყობს ხელს, რომ განვითარება ყველას უფლებაა და არა პრივილეგია რამდენიმესთვის. საქართველოს მრავალვექტორული განვითარების მცდელობაც ხომ ასეთი საერთაშორისო თვალსაზრისის ფარგლებშია. მინისტერიალზე სავაჭრო გამოფენის დროს ხელი მოეწერა ბევრ სავაჭრო ხელშეკრულებას. შეხვედრით ორივე მხარე კმაყოფილი დარჩა. ჩინეთს აფრიკის წიაღისეული და მისი გეოპოლიტიკური მდგომარეობა აინტერესებს. აფრიკის ქვეყნები კი კმაყოფილია ჩინეთის ინვესტიციებით ინფრასტრუქტურასა და სხვა პროექტებში. ირანულ-აზერბაიჯანული ურთიერთობა პრაქტიკულად ყოველთვის მტრული და შესაბამისად რთული იყო. მათ შორის დღესაც არსებობს გადაუჭრელი საკითხები. ერთმანეთის მიმართ არაერთი პრეტენზია აქვთ, რომლის მიზეზები ისტორიულ ანალებში უნდა ვეძიოთ. აზერბაიჯანული ეთნოსი დიდი ხნის მანძილზე ყალიბდებოდა. პროცესი ძირითადად მე-15 საუკუნის ბოლოს დასრულდა. აზერბაიჯანი წინათ მის დღევანდელ ტერიტორიასაც და ახლანდელი ირანის ჩრდილო-დასავლეთ მიწებსაც მოიცავდა. მაშინ სამხრეთ კავკასიის მთელი ტერიტორია აზერბაიჯანის ჩათვლით სპარსეთის იმპერიაში შედიოდა. აზერბაიჯანელებს იმ დროს, როგორც სხვა თურქ მომთაბარე ტომებს,
ყიზილბაშებს უწოდებდნენ. მე-18 საუკუნის დასაწყისში ავღანელების შემოსევების შედეგად სპარსეთის სეფიანთა იმპერია დაეცა. აზერბაიჯანის ტერიტორიაზე კი დამოუკიდებელი სახანოები გაჩნდა. სახანოები ირანის შაჰის ვასალები იყო. პეტრე დიდის მეფობის დროს რუსეთი კავკასიით დაინტერესდა. 1722-23 წლებში რუსეთსა და სპარსეთს შორის ომი იყო, რომელიც რუსულ ისტორიოგრაფიაში პეტრე პირველის სპარსული კამპანიის სახელითაა ცნობილი. რუსეთი ომით კასპიის ზღვაზე გაბატონებას ცდილობდა. ოსმალებმა დრო იხელთეს და სპარსეთში შეიჭრნენ. ოსმალების მოსაგერიებლად სპარსეთს რუსეთთან დათმობებზე წასვლა მოუწია. სპარსეთმა რუსეთს ჩრდილოეთ კასპიის ნაწილი დაღესტანი და აზერბაიჯანის ჩრდილოეთი მიწები დაუთმო. მე-18 საუკუნის ბოლოს სპარსეთში ყაჯარების დინასტია და მისი პირველი შაჰი აღა მაჰმად-ხანი გაბატონდა, რომლის დროს თითქმის მთელი სამხრეთ კავკასია, მათ შორის საქართველო და დაღესტანი სპარსეთის გავლენის ქვეშ მოექცა. აღა მაჰმად-ხანის დროს სპარსეთსა და რუსეთს შორის ხანგრძლივი ომები გაჩაღდა. ორი იმპერია სამხრეთ კავკასიის ხელში ჩასაგდებად იბრძოდა. მათ შორის მეოთხე ომი 1804 წელს დაიწყო. ეს ის დროა, როცა თითქმის მთელი საქართველო რუსეთის იმპერიამ შეიერთა. 1804 წელს კავკასიიდან ჯარების გაყვანის შესახებ სპარსეთმა რუსეთს ულტიმატუმი წაუყენა. დაიწყო სპარსული სამხედრო ძალების მობილიზება. ამასობაში საქართველოში გამაგრებულმა რუსულმა არმიამ გენერალ ციციანოვის მეთაურობით ეჩმიაძინსა და ერევანს შეუტია. ასე დაიწყო ომი, რომელიც 1813 წლამდე გაგრძელდა. იმ დროს რუსეთის არმია ერთ-ერთი უძლიერესი იყო ევროპასა და დასავლეთ აზიაში. სპარსეთი კი ომების შედეგად დღითიდღე სუსტდებოდა. შეშინებულმა სპარსეთმა 1813 წელს რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებები დაიწყო. ყარაბაღის სოფელ გულისტანში ხელი მოეწერა საზავო ხელშეკრულებას, რომლის მიხედვით სპარსეთმა არაქსის ჩრდილოეთით ტერიტორიები დაკარგა და დაკარგულ მიწებზე რუსეთის მმართველობა აღიარა. სპარსეთის მიერ რუსეთისთვის დათმობილი რეგიონი მოიცავდა დაღესტანს, ქართლ-კახეთისა და იმერეთის სამეფოებს, აფხაზეთის, სამეგრელოსა და გურიის სამთავროებს, ბაქოს, დარუბანდის, შირვანის, ყარაბაღის, განჯის, შექისა და თალიშის სახანოებს. გარდა ამისა, სპარსეთმა კასპიის ზღვაზე ფლოტის ყოლის უფლება დაკარგა. ასეთი უფლებით უკვე მხოლოდ რუსეთის იმპერიას შეეძლო სარგებლობა. დამცირებული სპარსეთი ტერიტორიების დაკარგვას ვერ შეურიგდა და 13 წლის შემდეგ 1826 წელს რუსეთის წინააღმდეგ ახალი ომი წამოიწყო. იმავე წელს ივლისში სპარსელთა 60,000-იანი არმია აბას მირზას სარდლობით ომის გამოუცხადებლად ყარაბაღში, ხოლო შამქორის მთებში სპარსული კავალერიით ალექსანდრე ბატონიშვილი შეიჭრა. ასე დაიწყო ახალი ომი რუსეთსა და ირანს შორის. აზერბაიჯანის მოსახლეობის უმრავლესობა რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა, ამიტომ სპარსეთმა მთელი აზერბაიჯანის დაკავება შეძლო და საქართველოსა და სომხეთს შეუტია. საქართველოში მყოფმა გენერალმა ერმოლოვმა ძალების თავმოყრა და კონტრშეტევაზე გადასვლა მოახერხა. რუსეთის ჯარში მოხალისეებად ქართველებიც მიდიოდნენ. 1826 წლის 3 სექტემბერს ერმოლოვმა შამქორთან სპარსელები დაამარცხა. 13 სექტემბერს კი განჯასთან აჯობა. აბას მირზა იძულებული გახდა შუშის ციხის ალყა მოეხსნა. რუსებმა ბორჩალოზე ერევნის ხანის თავდასხმა მოიგერიეს. მალე რუსეთი მთელ ფრონტზე გადავიდა შეტევაზე. ქართველი გენერლის გიორგი ერისთავის მეთაურობით რუსეთის არმიამ არაქსი გადალახა და თავრისში შევიდა, რითაც რუსეთის არმიას თეირანისკენ გაეხსნა გზა. სპარსეთის შაჰი იძულებული გახდა სამშვიდობო მოლაპარაკებაზე დათანხმებულიყო. 1828 წლის 22 თებერვალს თავრიზის მახლობლად სოფელ თურქმენჩაიში
რუსეთისა და სპარსეთის იმპერიებმა ხელი მოაწერეს თურქმენჩაის ზავს, რომლის თანახმად რუსეთის შემადგენლობაში ერევნისა და ნახიჩევანის სახანოები შევიდა. ირანს 20 მილიონი მანეთის კონტრიბუცია დაეკისრა. რუსეთს კასპიის ზღვაზე სამხედრო ფლოტის ყოლის უპირატესი უფლება დარჩა. რუს ვაჭრებს ირანში შეღავათები მიეცათ და რაც მთავარი და აზერბაიჯანისთვის ტრაგიკულია, თურქმენჩაის ზავის თანახმად აზერბაიჯანი ორ ნაწილად გაიყო. ჩრდილოეთი, ანუ დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორია რუსეთის იმპერიაში შევიდა. სამხრეთ აზერბაიჯანი კი სპარსეთმა ჩაყლაპა. ზავის მიხედვით რუსეთ-სპარსეთის საზღვარი მდინარე არაქსზე გავიდა, რომელიც ირანსა და აზერბაიჯანს შორის ახლად საზღვარია. მთელი სპარსეთი მტრულად შეხვდა თურქმენჩაის ზავს, მაგრამ ვერაფერს გახდა. ზავის ტექსტის ავტორი და მოლაპარაკების მთავარი წარმმართველი ცნობილი რუსი მწერალი და დიპლომატი ალექსანდრე გრიბოედოვი იყო. ამ ზავით უკმაყოფილო იყო ინგლისის იმპერიაც, რადგან ფაქტობრივად ჩრდილოეთ აზიაზე გავლენა დაკარგა. ინგლისის წაქეზებით სპარსელებში მკვეთრი ანტირუსული განწყობა სუფევდა. 1828 წლის მაისში გრიბოედოვი სპარსეთში ელჩად დაინიშნა. 1829 წლის 11 თებერვალს სპარსეთის თავადაზნაურობის ერთმა ნაწილმა რუსეთის საელჩოს დარბევა მოაწყო. მათ მიერ წაქეზებულმა ფანატიკოსებმა რუსეთის საელჩოს ტერიტორიაზე შეაღწიეს და იქ მყოფი 37 ადამიანი, მათ შორის გრიბოედოვი მოჰკლეს. სპარსელებმა დარბევა იმით გაამართლეს, რომ საელჩოს თითქოს სომეხი დევნილები აფარებდნენ თავს, მათ შორის ორი ქალი შაჰის ნათესავის ჰარამხანიდან. მაგრამ მთავარი მიზეზი თურქმენჩაის ზავით უკმაყოფილება იყო. დარბევაზე საპასუხოდ რუსეთის სპარსეთთან ახალ ომს განიხილავდა, მაგრამ მალე რუსეთ-თურქეთის ომი დაიწყო და რუსეთის იმპერატორმა და სპარსეთის შაჰმა ინციდენტის დიპლომატიურად მოგვარება მოინდომეს. შაჰმა რუსეთის იმპერატორს ნიკოლოზ I-ს დიდი ბრილიანტის თვალი და წერილობითი მობუდიშება გაუგზავნა. ასე ამოიწურა ეს ინციდენტი. აზერბაიჯანი კი სამუდამოდ დარჩა გაყოფილი. დღევანდელი ირანის აზერბაიჯანული ტერიტორია თითქმის ორჯერ აღემატება დამოუკიდებელი აზერბაიჯანის ტერიტორიას. ირანში 15 მილიონამდე აზერბაიჯანელი ცხოვრობს. თურქმენჩაის ზავის შემდეგ მაშინდელი სპარსეთი და დღევანდელი ირანი ცდილობდა და ცდილობს აზერბაიჯანელთა ეროვნული იდენტობის ნიველირებას. 2 საუკუნის მანძილზე ხდებოდა ირანელი აზერბაიჯანელების ასიმილაცია. ირანში დღემდე მიაჩნიათ, რომ აზერბაიჯანი ირანის ერთ-ერთი კუთხეა. დღეს სულ ეს იყო. მადლობა ყურადღებისთვის. მე ნუგზარ უხაძე ვარ და მომავალ შაბათს ისევ შევხვდებით ერთმანეთს. ნახვამდის.